დავით მაისურაძე და მიხეილ კუკავა მიერთდებიან ამ ბლოკში. მოგესალმებით და ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. სანამ უშუალოდ ამ ნაწილის, ესე ვთქვათ, გარჩევაზე გადავალთ, მანამდე მინდა რომ თქვენთან წამოვიდე იმ კითხვით, რაც ესე ვთქვათ, პრაქტიკულად შესაძლოა რიტორიკულ კითხვად დასვა ბატონმა გიამ, მაგრამ მაინც მინდა თქვენი მოსაზრებებიც მოვისმინო, რა რჩება საქართველოში, ანუ რატომ უნდა აიტკიოს, როგორც ბატონმა გიამ თქვა, ესე ვთქვათ, ცივილურმა ბიზნესმა, ცივილურმა ინვესტორმა თავი და ამ გარემოში გადაწყვიტოს ინვესტირება და თუ თქვენგან დავიწყებთ და მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. კარგი კითხვაა და ამავდროულად ცოტა რთული კითხვაა იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს როგორც განვითარებად ქვეყანას, რომელიც ოფიციალურად სარგებლობს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსით, შესაძლოა ჰქონოდა ძალიან კარგი ეკონომიკური მდგომარეობა და კარგი ეკონომიკური შესაძლებლობები მიეცა როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე პოტენციურად იმ უცხოელებისთვის, რომლებიც საქართველოში გადაწყვეტდნენ ინვესტიციის ჩადებას, ხო? მაგალითად რო ავიღოთ თუნდაც ყველაზე უფრო პოპულარული ალბათ სამშენებლო სექტორი, მოლოდინი იყო, რომ მაგალითად უცხოელი, რომელიც საქართველოში შეიძენდა უძრავ ქონებას, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში მისი ეს ინვესტიცია გაიზრდებოდა, იმიტომ რომ ავტომატურად მისი ბინის ღირებულებაც ამ პოლიტიკური ფაქტორიდან გამომდინარე გაიზრდებოდა. ასევე ზოგადად საინტერესოა განვითარებად ქვეყნებში ინვესტირება, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, შეთავაზება ამ პოტენციური ეკონომიკური ზრდისთვის განვითარებად ქვეყნებს შეიძლება უფრო მაღალი კონდეთ, წესით უფრო მეტი უნდა იყოს სამუშაო მუშახელის ხელმისაწვდომობა, როგორც წესი, და ეს ჩვენც ვიცით, რომ არ არის ჩვენთან ხელფასები ისე მაღალი, როგორც ეს არის დასავლეთ ევროპის ქვეყნებში და ასე შემდეგ. მაგრამ აი ამ ფაქტორების მიღმა ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია, ასე ვთქვათ, ხედავთ რომ სასამართლო არ არის დამოუკიდებელი სამწუხაროდ, რიგი მოსამართლეები შეიძლება გამონაკლისია, მაგრამ ესენი საერთო ამის ვერ ქმნიან. ხედავთ რომ აი სამოქალაქო საზოგადოება თითქმის აღარ არსებობს, რაღაცა ძალიან მილევად რეჟიმში არის საქართველოში და გაჩერებულია ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი. ამიტომ ინვესტორი ხო მოდის მისთვის მოწყვლად სუსტ მდგომარეობაში, ხო ის იღებს გადაწყვეტილებას, რომ დააბანდოს ფული ქვეყანაში, რომელსაც პირადად არ იცნობს, უბრალოდ მან ზოგადი წარმოდგენა ექნება სხვადასხვა აი თუნდაც ამ Moody's რეიტინგების მიხედვით და მას სჭირდება ბუნებრივი მხარდამჭერი. მისთვის ბუნებრივი მხარდამჭერი არის დამოუკიდებელი სასამართლო, ანუ იმ შემთხვევაში თუ მას დაჩაგრავენ, მას ყოველთვის ჰქონდეს შესაძლებლობა რომ მიმართოს სასამართლოს და თავისი დარღვეული უფლებები აღიდგინოს, ან მიმართოს სამოქალაქო სექტორს, მედიას, დამოუკიდებელ მედიას და ასე ვთქვათ, საზოგადოება საქმის კურსში ჩააყენოს, საზოგადოებრივი მონიტორინგი გააძლიეროს ამ ათონის სფეროში არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით. რადგან ეს მიუკერძოებელი მხარეები, სამოქალაქო სექტორი, მედია, სასამართლო ძალიან მძიმე მდგომარეობაში არის, ამიტომ ინვესტორისთვის ბუნებრივია, ბევრად მეტი რისკი არის, რომ ქვეყანაში განახორციელოს ინვესტიცია. თან თქვენ როგორც ბრძანეთ, მართალია, ეს მთლიანი შიდა პროდუქტი იზრდება და სხვადასხვა რაღაც საშუალო ხელფასის ზრდაც ფიქსირდება და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ნაკლებად ვრცელდება ზოგადად საქართველოს მოქალაქეებზე, რაღაც უფრო კონკრეტული ბიზნეს სეგმენტი ხეირობს ამით, იზრდება დასაქმებული უცხოელების რაოდენობა და ეს ეკონომიკური ნაციონალიზმის ტენდენციები მცირდება. ამიტომ ბუნებრივია უცხოელი ინვესტორი ძალიან ბევრ კითხვას დასვამს იქამდე, სანამ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ საქართველოში ინვესტიცია განახორციელოს. თქვენგანაც მინდა ამ კითხვაზე პასუხი შესწავლის. გამარჯობა ელენე. მე რომ ვიყო უცხოელი ინვესტორი, ნამდვილად დავფიქრდებოდი, რატომ უნდა შემოვიდე ქვეყანაში, რომელიც აჩვენებს აშკარა უკუსვას. წლების მანძილზე, როცა ვაკვირდებოდი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, აშკარად იყო ნაწილი ამ ინვესტიციების
როდესაც ვფიქრობდი, რომ რატო შემოვიდა ეს კომპანია საქართველოში, რა უნდა. მაშინაც ჩდებოდა ეს კითხვები და იცით, ამ ინვესტორების ნაწილი შემოდიოდა ის სრულიად აშკარა იყო, იმიტომ რომ უბრალოდ სხვა არაფერი არ რჩებოდა, სხვა ახსნა. შემოდიოდა, იმიტომ რომ ქვეყნის მიმართ იყო ინტერესი და ენთუზიაზმი. პერსპექტივა, ზუსტად რაზეც აი პერსპექტივა, ეს აუთლუკი, რაზეც მუდისი, რაც გაგვინეგატიურა მუდისმა, ხო? და აი ასეთივე ენთუზიაზმი იყო უზბეკეთში. და როდესაც დავინახე მირზოევმა რომ დაიწყო ეს რეფორმები, აი ვფიქრობდი ზუსტად იგივე კითხვა მქონდა ელენე. რა უნდათ უზბეკეთში კი გასაგებია ქარიმოვის დიქტატურის შემდეგ რაღაც არის ენთუზიაზმი და არის მოლოდინები, მაგრამ იცით, მეც კი ვფიქრობდი უზბეკური სახაზინო ობლიგაციების ყიდვაზე. რატომ იცით? იმიტომ რომ იმდენად ჩემთვის იმდენად ესე რაღაცა საოცრება იყო, რაც დაიწყო უზბეკეთში ამ დიქტატურის შემდეგ. რაღაცნაირად მინდოდა გამომეხატა ჩემი რაღაცა ეს დადებითი განწყობა და რაღაც მხარდაჭერა და ასე შემდეგ. აი საქართველოშიც ახლა საქართველო რა თქმა უნდა უკეთესია დემოკრატიის ხარისხით, თუნდაც არსებული საქართველო უზბეკეთზე სამწუხაროდ უზბეკეთს აქვს უკუსვა, მაგრამ მოკლედ ქვეყნებში იმის თქმა მინდა ზოგიერთ ქვეყანაში და არ მხოლოდ უზბეკეთი არ არის და საქართველო ორი გამონაკლისი შემიძლია სხვა ქვეყნები დაგისახელოთ, ეს არის ფილოსოფიის ნაპირი მაგალითად და სხვა არაერთი ქვეყანა, სადაც უბრალოდ ინვესტორები აფასებენ იმას, რასაც ქვეყანა აკეთებს და მიდიან, იმიტომ რომ ეს ქვეყანა კარგ ტიპად ეჩვენებათ. ცოტა ხანს მინდა რომ დარჩეთ ინვესტორად და აი მე როგორც მთავრობა ვთქვათ, როდესაც ვლაპარაკობ ბედნიერების ინდექსზე ერთის მხრივ და გიყვებით როგორც ინვესტორს, რომ აი სტაბილურად უმჯობესდება საქართველოს შემთხვევაში ბედნიერების ინდექსი და შემდგომ თავს ვიკავებ ან არ ვსაუბრობ ესე დეტალურად, მაგალითად თუნდაც მუდისის საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგზე. თქვენ როგორც ინვესტორს რა შთაბეჭდილება გრჩებათ ჩემზე როგორც არ ვიცი ქართულ ოცნებაზე ან ჩემზე როგორც ქვეყანაზე. ელენე ძალიან კარგი კითხვაა და მე ვფიქრობ, რომ როდესაც სიტყვა და საქმე ერთმანეთისგან აი ესე მკვეთრად განსხვავდება, რიტორიკა არის ერთი და საქმე არის მეორე, ამ ქვეყნის მიმართ ნდობა მკვეთრად იკლებს. ეხლა ერთი მაგალითი, აი რეიჩელ რივსი მაგალითად ჩავიდა დავოში და თქვა, რომ ბრიტანეთი ღია ინვესტიციებისთვისა და მანამდე ბედნიერად და ამაყად გაზარდა ბრიტანეთის ხარჯები, გაზარდა 40 მილიარდი ფუნტით, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 1.5%-ია და საგადასახადოდ ერთი გაზარდა 70 მილიარდი ფუნტით. და რეი დალიომ თქვა მილიარდერმა ცნობილმა, რომ ბრიტანეთის სიკვდილის ვალების სასიკვდილო სპირალში მოექცევა. სასაცილოდ არავის არ იყო რივსის განცხადება და ეხლა ბრიტანეთის მთავრობის მიმართ ნდობა ყოველთვის იყო გაცილებით მეტი ვიდრე საქართველოს. არა აქვს მნიშვნელობა ის რომელი მთავრობა იქნება სააკაშვილის ახლანდელი შევარდნაძის. ყოველთვის იყო გაცილებით მაღალი, მაგრამ არავის სასაცილოდ არ იყო რივსის ეს განცხადება, რომ ღია ინვესტიცია, რას ნიშნავს ღია ინვესტიციებისთვის ჩამოვალ და რა მესიჯს მიგზავნი, ანუ ჩამოვალ და მეუბნები, რომ 70 მილიარდით გავზარდე საგადასახადო ტვირთი და მე ინვესტორიც ამაში მოვექცევი, ხო? ანუ მექნება უფრო გაზრდილი გადასახადები. ამ დროს მეუბნები, რომ ღია. ამიტომ მადლობა. დათო, ინსტიტუციური და მართლობითი სიმტკიცე დგება კითხვის ნიშნის ქვეშ, ხო? ეს არის, ესე ვთქვათ, ერთ-ერთი მთავარი ამოსავალი, რასაც მუდისის რეიტინგი გვეუბნება დღეს. აი ამ სიმტკიცის შენარჩუნება, ვთქვათ, შესაძლებელი არის აი მკაფიო რეფორმების დღის წესრიგის გარეშე ერთის მხრივ და მეორეს მხრივ მიზანმიმართულად, რეაქციულად, სრულიად დრაკონული რეფორმების დღის წესრიგის შექმნით. ჩემი შეფასება არ არის, ეს არის უამრავი საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასება, რომ დღეს რა ტიპის კანონმდებლობაც მიიღება საქართველოში, თითქმის ყველა კანონი არის დრაკონული, რეაქციული და ძალაუფლების შენარჩუნებისკენ მიმართული. ხო. ესე იგი პირველ რიგში უნდა ვთქვა თვითონ მაშინ მუდისი რა არის, ხო? მუდისი ეს არის
Moody's ეს არის საკრედიტო რეიტინგის ლიკვიდურობის შემსწავლელი რეიტინგი, ანუ აფასებს ერთის მხრივ აი რამდენად მიმზიდველი არის ინვესტორებისთვის და მეორე მხრივ განსხვავებით სხვა სარეიტინგო მაჩვენებლებისგან, თუნდაც ფიჩი რო ავიღოთ, რომელმაც ასევე გააუარესა ჩვენი ქვეყნის მაჩვენებელი, ის ასევე ასე ვთქვათ ეს Moody's-ი არა მხოლოდ არსებულ ფაქტორებს ეყრდნობა, არამედ სწავლობს აი სამომავლო პერსპექტივას, აი არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, რა განვითარების პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს ქვეყანას. თქვენ რაც ბრძანეთ, პრინციპში ნებისმიერი ჩვენი მაყურებელი რომ გადააავლოს თვალი Moody's-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ნახავს, რომ აი ბევრჯერ მეორდება ეს ინსტიტუციური მდგრადობა და ეს ინსტიტუციური მდგრადობა ხო ძალიან ბევრ ფაქტორს შეიძლება დაუკავშიროთ, მათ შორის ნახსენები არის ეროვნული ბანკიც, ნახსენები არის ის IMF-ის შეჩერებული პროგრამა, თუ სწორად მახსოვს ეს IMF-ის პროგრამა შეჩერდა, როდესაც ეროვნული ბანკის კანონმდებლობაში მოხდა ცვლილებების მიღება და ეს IMF-ის ხო 2023 წელს და ეს ასე ვთქვათ IMF-თან და ამ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან სახელმწიფოს ჰქონდა შეთანხმება, რომ ეროვნულ ვთქვათ საბანკო კანონმდებლობაში ეროვნულ ბანკთან მიმართებაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში ამ საერთაშორისო სავალუტო ფონდს შეუთანხმებდა ამას და ეს საერთაშორისო სავალუტო ფონდი რაღაც ისეთი დრაკონი არ არის, მას ის ზოგადად ხო ეს რაღაც ჩაკეტილი დახურული ფინანსური სივრცეები არ არსებობს და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიზანია, რომ მეტნაკლები ფინანსური სტაბილურობა იყოს, იმიტომ რომ რაღაცა ერთმა ბაზარმა ხო შეიძლება სხვა ბაზარზე მოახდინოს ზეგავლენა და ასე შემდეგ. ეკონომიკური ჩარჩო იყოს გამართული. პლუს უნდა ასე ვთქვათ გავიხსენოთ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდს ძალიან ბევრი რეკომენდაცია აქვს და მათ შორის სტრატეგიაც აქვს მომზადებული სახელმწიფო საწარმოებთან დაკავშირებით და ეს სახელმწიფო საწარმოების ზოგადად ვიცით რომ არც თუ მარტივი ეკონომიკური მდგომარეობა აქვს სხვადასხვა რაღაც რეფორმებმა შეიძლება რაღაც შედეგი გამოიღო, მაგრამ ეს არ იყო ეს საუკეთესო შედეგი რაც უნდა გქონოდა. ხო, ეს ამ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და მის მიერ შეჩერებულ პროგრამასთან დაკავშირებით. რუსული კანონის ნახსენები არის დიახ, საზოგადოების რუსული კანონი არის ნახსენებია სამოქალაქო, ასე ვთქვათ, ცუდ მდგომარეობაში არსებული სამოქალაქო სექტორი, ნახსენები არის ასევე შეჩერებული ევროკავშირთან შეჩერებული მოლაპარაკებების პროცესი და ზოგადად ხო, აი რაც შეეხება ასე ვთქვათ ეს საინტერესო ეს მუცია იმ ხრივაც არის, რომ აი საგარეო და საშინაო ფაქტორებსაც ჯამურად აფასებს და რამდენჯერმე აქვს ნათქვამი ასე ვთქვათ შესაძლებლობა ის ვარაუდი რომ აი მაგალითად შეერთებული შტატები აღარ იქნება ამ ევროკავშირის დაცვის გარანტი. რამე შეიძლება ავტომატურად გაზარდოს რუსეთის გავლენები რეგიონზე და აქ არის სხვადასხვა ძალიან კონკრეტულად აქვს ნახსენები, კონკრეტული რისკები აქვს იდენტიფიცირებული, რომ კიბერუსაფრთხოებას ყურადღება მიაქციეთ და ენერგეტიკულ, ესე ვთქვათ, ინფრასტრუქტურასთან მიმართებით ფრთხილად იყავით, ამის გამოცდილება ენერგეტიკულ და ფინანსურ ინფრასტრუქტურასთან მიმართებაში. და როგორი საკითხი არის, იცით, ერთსაც დავამატებ, ანუ იქ არის ასევე ნახსენები, რომ რაღაც თუ სწორად მახსოვს 2022-2023 წლებში დადებითად არის შეფასებული ერთ წინადადებაში ჩვენი ხელისუფლების რაღაც ქმედებები, რომ აი რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებისგან თავის არიდების თვალსაზრისით, მაგრამ შემდეგ მიდის მთელი ეს გაგრძელებების კასკადი, რომ აი გართულდა გეოპოლიტიკური მდგომარეობა, ასე შემდეგ, ანუ აი მიმდინარე ამ რთული გეოპოლიტიკური სიტუაციის დაზღვევის მექანიზმის არარსებობაზე მიუთითებს მუცი, რომ აი ამ წუთას და აი აქედან გამომდინარე მომავალშიც არ ჩანს თუ რას აპირებს ზოგადად საქართველოს, როგორ აპირებს რომ არ გვიქვეითებს რეიტინგს, არამედ გვიუარესებს პერსპექტივას. უბრალოდ გუშინ გავრცელდა იგივე თუნდაც ეს სახელმწიფო მდივანი რო ესაუბრა
შავი ზღვის ქვეყნებს და არის აუბრა საქართველოს და საქართველოს და საერთოდ სომხეთის ქვეყნები, რომელიც სულაც არ წარმოადგენს ამ შავი ზღვის თურქეთიც, ბალტიის ქვეყნებიც, შავი ზღვის ქვეყნებიც, გეთანხმებით, კი ბატონო. სებთან დაკავშირებით მინდა მიშა დაგისვათ ეს კითხვა, იმიტომ რომ სებზე, ანუ პრაქტიკულად ყველა ამ ტიპის რეიტინგში არის, ესე ვთქვათ, ცალკე ფოკუსი, ხო, აი ამ რეიტინგებში და მართლაც ბევრჯერ მეორდება საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული კითხვის ნიშნები, როგორც ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დღეს საქართველოსთვის. თქვენ როგორ აფასებთ სების ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებს მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით, რეზერვების პოლიტიკასთან დაკავშირებით, ხო, ეს ორი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, ხო? და სხვათა შორის ფიჩი უფრო რეზერვების პოლიტიკაზე ამახვილებდა ყურადღებას და აქ მუდისთან მონეტარულ პოლიტიკაზე არის, ესე ვთქვათ, საკმაოდ აქცენტი დასმული, ხომ? აი, რით არის სების ნაბიჯები დღეს ნაკარნახევი? აქ თქვენ უფრო მეტად ეკონომიკურ საფუძვლებს ხედავთ თუ პოლიტიკურ მიზანშეწონილობას უფრო ხედავთ? ელენე, სების ნაბიჯები არის პოლიტიკური მიზანშეწონილობით ნაკარნახევი დღეს, როგორც ალბათ არასდროს ბოლო 10 წლის მანძილზე. ჩვენ გვახსოვს სების პოლიტიკური მიზანშეწონილობით მიღებული გადაწყვეტილებები წინა ხელისუფლების დროს, რაც ძალიან ცუდი იყო და შემდეგ გვახსოვს პროფესიული და დამოუკიდებელი მმართველობის 7 წელი, ხო, ბატონი გვენეტაძის დროს. იგივე ეს რეზერვები, რომელიც შეგვიმცირდა, ხო, რეზერვებს ყოველთვის იყენებდა სები, მათ შორის წინა პრეზიდენტ გვენეტაძემდეც იყენებდა იმისთვის, რომ ბაზრისთვის სიგნალი მიეცა და არა იმისთვის, რომ კურსი დაეჭირა. ჩვენ ახლა დავინახეთ სრულიად აშკარა მცდელობა, არადეკლარირებული ცხადია, მაგრამ სრულიად აშკარა მოცულობიდან გამომდინარე, რომ სები ცდილობდა დაეჭირა განსაკუთრებით არჩევნების პერიოდში ლარის კურსი, რაც აბსოლუტურად მიუღებელია და იცით რა არის კიდე ძალიან მნიშვნელოვანი რეზერვებს რაც შეეხება, რაც თქვენ ახსენეთ, აი მუდისი, ხო? მუდისი ნამდვილად აქცევს ამას ყურადღებას და სხვათა შორის მეთოდოლოგიურად, ანუ წონა ამის არის უფრო მეტი ვიდრე პოლიტიკური ვითარების. აი თუ რაღაც საოცრება არ მოხდა ქვეყანაში, რეიტინგს არ გიუარესებს, მაგალითად თურქეთში გადატრიალება რომ ცდილობა რომ იყო გადატრიალების, აი მაშინ ჩამოუქვეითა რეიტინგი, ხო? საქართველოს დღეს საკმაოდ კარგი რეიტინგი აქვს რეგიონში, თუ არ ჩავთვლით აზერბაიჯანს და აზერბაიჯანს რატო აქვს ვიცით, ნავთობის გამო და ეს არის მდიდარი და როგორც აღნიშნა ბატონმა დავითმა, ეს არის შეფასება გადახდის უნარიანობის ქვეყნის და ეხლა აზერბაიჯანს გაცილებით უფრო მაღალი უნარიანობა აქვს ვიდრე ჩვენ. ეხლა რაც შეეხება რეზერვებს, რაც თქვენ თქვით, ხო? არის რაღაცები, რასაც არ ამბობენ ეს რეიტინგები, მაგრამ ამას ითვალისწინებენ, მე ვფიქრობ. აი ერთ-ერთი მაგალითად არის ის, რომ როდესაც რეზერვები რაღაცა ნიშნულს მიაღწევს, როგორც გქონდა მაგალითად 5 მილიარდ ნახევარს მიუკაკუნა თუ არ მეშლება 2013 წლის აგვისტოში, 23 წლის აგვისტოში, ეს არის უკვე ახალი რეფერენსი. არა მხოლოდ მუდისისთვის, არამედ სხვა რეიტინგებისთვის. და როდესაც ჩვენ აჩვენე, რომ არა სამითვის იმპორტის შესაბამისი რეზერვები. ხო, ამას ადარებს. ოფიციალურად არ ამბობს ამას, მეთოდოლოგიაში არ სადარა აქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ მე ვერ წარმომიდგენია ეს როგორ შეიძლება. ეს ძალიან კარგი დაკვირვება. კი, თავის კალკულში ეს არ შემოიტანოს, იმიტომ რომ სხვა არაერთი ვთქვათ, შემფასებელი ამას ყურადღებას აქცევს, სერიოზულ ყურადღებას. იცით, ეს არის, აი, როდესაც იმ დღესაც ვამბობდი ერთ-ერთ მაშინ ეთერში, როდესაც გაირბენ 5 კილომეტრ/სთ წუთში, ეს არის შენი რეკორდი. ანუ ყველაფერი, რასაც, ანუ ნებისმიერ დისტანცია, რასაც ამაზე ნაკლები დისტანცია, რასაც გაირბენ, უკვე არის რეგრესი, ანუ უკუსვლა არის, ხო? და აი ეს არის, იცით რა არის, როგორი შთაბეჭდილება მაქვს, იცით, აი რომ ეროვნული ბანკი არის რაღაც აი დროებითი მართველი რო იყო, ვთქვათ, ქართულ ბანკის ან რომელიმე, ვთქვათ, კიდე სხვა ბანკის, თვითონ ბანკის და სხვების, ხო, ეს დროებით რო გაკოტრების რეჟიმში რო გადაიყვანა მაშინ ხელისუფლებამ. აი ისინი რო იღებდნენ გადაწყვეტილებას, თლათ ესე არა, მაგრამ
აი დაახლოებით ისე მგონია, რომ რაღაცა დაქირავებული დროებითი მმართველობა ეროვნულ ბანკში, რომელიც რაღაცა უნდა გააკეთოს, ამოცანა შეასრულოს და პოლიტიკური ამოცანა და წავიდეს. მინდა რომ გთხოვოთ, რომ დარჩეთ ჩემთან ერთად რეიტინგის გაუმჯობესების და გაუარესების ფაქტორებზე მინდა გავაკეთოთ გადაცემის ბოლოსკენ აქცენტი, თუმცა მანამდე ერთად მოვისმინოთ თავად Moody's-ის არგუმენტები, რას ფიქრობს გავლენიანი საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო საქართველოსთვის. რეიტინგის უარყოფითი პერსპექტივის გათვალისწინებით ნაკლებად სავარაუდოა, რომ რეიტინგი მოკლევადიან პერსპექტივაში გაუმჯობესდეს. პერსპექტივა სავარაუდოდ სტაბილურამდე შეიცვლება იმ შემთხვევაში, თუ გეოპოლიტიკური და შიდა პოლიტიკური რისკები არსებითად შემცირდება, რაც საქართველოს ინსტიტუტებისა და მმართველობის მდგრადი გაუმჯობესებისთვის გზას გახსნის. რეიტინგი სავარაუდოდ შემცირდება თუ უფრო აშკარა გახდება, რომ ინსტიტუციური და მმართველობითი მდგრადობა კიდევ უფრო დასუსტდა, რაც პოლიტიკურ რისკებთან ერთად საქართველოს ეკონომიკურ და ფისკალურ მდგრადობაზეც უარყოფითად იმოქმედებს. მაგალითად, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ინსტიტუტების უფრო სუსტი მდგომარეობის ნიშნები, ან მონეტარული და მაკროეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობის შემდგომი შემცირება, ფინანსური ან საგარეო სტაბილურობის შესუსტება, ასევე რეიტინგზე შემცირებით ზეწოლას მოახდენს. რამდენად ლოგიკურია Moody's-ის არგუმენტები და რა შეიძლება ჩანდეს უკეთ ქვეყნის შიგნიდან, ასე შევაჯამებთ. დღევანდელ ანალიტიკას ჩემს სტუმრებთან ერთად დავით მაისურაძე და მიხეილ კუკავა არიან ჩემთან ერთად სტუდიაში. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. პირველ რიგში, რაზეც მინდა რომ მოკლე პასუხი გამცეთ, ორივემ არის პოლიტიკური ნების გარეშე და ესე ვთქვათ იმის გააზრების გარეშე, რომ ქვეყანაში დღეს არის კრიზისი და რაღაც მომენტში ეს კრიზისი გადაითარგმნება მათ შორის შენელებულ ეკონომიკურ ზრდაშიც და ყველაფერი იმაშიც, რაც დღეს ესე ვთქვათ რაღაც ბალის უქმნის ქართულ ოცნებას, რომ კიდევ ცოტა ხანს თვალი არ გაუსწოროს იმ რეალობას, რაშიც ქვეყანა აღმოჩნდა. ამის გარეშე შესაძლებელი არის თუ არა რეიტინგის გაუმჯობესებაზე ფიქრით და თქვენგან მინდა პასუხი და მე მგონი როგორც ბატონმა მიხეილმა თქვა, რაღაც მაჩვენებელს რო აღწევ, პირობითად აი რაღაც გარბენი რო გაქვს რაღაც განსაზღვრულ დროში და თუ მუდმივად არ აუმჯობესება აღნიშნულ მაჩვენებელს, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ რეგრესირება, ავტომატურად ნიშნავს, რომ რეცესია. პირველი რასაც ყოველთვის ხაზს უსვამ ხოლმე, ასე ვთქვათ, ძალიან თვით ჩვენი ძირითადი გამოწვევა რაც არის ეს ლარის კურსიც კი მე მეტნაკლებად სტაბილურად გამოიყურებოდა იქამდე სანამ აი მეორე და შემოიტანდნენ ამ ეგრეთ წოდებულ გამჭვირვალობის კანონს, ამ რუსულ კანონს, ანუ ხო აი პოლიტიკური ნების გარეშე არსებული კრიზისის აღმოფხვრა, არსებული მდგომარეობის გნებავ და არქით კრიზისის გნებავთ არა, შეუძლებელია. იმიტომ რომ სწორედ პოლიტიკურმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა აქამდე. პრინციპში მე მგონი არაფერი ისეთი განსაკუთრებული არ იყო საჭირო, უბრალოდ უნდა მივყოლოდით ამ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს და მეორე და აღარ უნდა მოგვეხდინა ინიცირება რუსული კანონის. თუ კიდევ უფრო ასე ვთქვათ ამ არაკომერციული იურიდიული პირების რაღაც დამატებითი გამჭვირვალობა იყო საჭირო, ძალიან ბევრი ცივილური ვერსია არსებობს, თუ როგორ შეიძლებოდა ამისი უზრუნველყოფა იმისთვის, რომ არც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების პროტესტი გამოგვეწვია, არც ზოგადად საზოგადოების პროტესტი გამოგვეწვია და ამ დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობას არ გაგვეწყვიტა. მადლობა. არ იყო რუსული კანონის კოპირება საჭირო. კი, ნამდვილად. ბატონო მიხეილ, თქვენ თქვით, რომ თქვენ არა, ბატონო გიხუხაშვილმა თქვა, რომ ხშირად შესაძლებელია მოგვეჩვენოს, რომ ზედაპირულიც კი არის რაღაც გარკვეული შეფასებებიო სხვადასხვა ამა თუ იმ რეიტინგის, იმიტომ რომ თქვათ, შიგნიდან სიტუაციის დანახვა კიდე სხვა თემაა, როდესაც ესე ვთქვათ, უშუალოდ შენ გეხება ეს ყველაფერიო. აი, რა ეხება ან რა შეეხება ბიზნესს და რიგით მოქალაქეს. ეს მინდა რომ ავხსნათ, რასაც შეიძლება დღეს ესე აშკარად ვერ გრძნობდეს და ვთქვათ ზუსტად იქეთკენ იხრებოდეს, რომ აი დავარქვა თუ არ დავარქვა კრიზისი დღეს არსებულ ვითარებას ქვეყანაში. ნამდვილად არის კრიზისი ქვეყანაში. რეიტინგები ხა ცხადია ბოლომდე ვერ ასახავს და არც ამბობს არც ერთი რეიტინგი რომ ბოლომდე ავსახავ ვითარებას.
მოდით ესე ვთქვათ, ანუ მუდისი როგორ არსებობს. საიდან მოდის მუდისის ფული. ჩემ აქტივებს არ უნდა დაემუქროს საფრთხე. ამისთვის არსებობ და მე ვთქვათ, რომ მეთქვი, რომ ქვეყნის რეიტინგი არის როგორც საქართველოს შემთხვევაში BA2, მე ამას უნდა ვენდო, BA2 ნიშნავს იმას, რომ ჩემ აქტივებს საფრთხე არ ემუქრება გადამიხდიან. ხო და როგორ ეხლა თქვენი კითხვის მთავარი ნაწილი რაც არის ხო როგორ იგრძნობს ამას მოქალაქე უკვე არის ამის სრულიად აშკარა ნიშნები პირდაპირ უცხოური ინვესტიციები მცირდება შემცირდა 2024 წელს უკვე 2023-თან შედარებით და ჩვენ გვაქვს 59%-იანი შემცირება 2022-თან შედარებით და ანუ ბოდიში 23-თან შედარებით გვაქვს 59%-იანი და 57%-იანი გვაქვს 2022-თან შედარებით პირდაპირ უცხოური ინვესტიციების. იგივე გაუარესება ამ პერსპექტივის, ხო, ესეც ძალიან ცუდია და ეს მაინც და მაინც არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად თქვათ გაგვიუარესებს რეიტინგს. შეიძლება არ გაგვიუარესოს, მაგრამ თუმცა ცალსახად იმას გვეუბნება, რომ პერსპექტივის პოზიტიურამდე გაუმჯობესება, ანუ ნეგატიურიდან ესეც პრაქტიკულად გამორიცხული ამბავია უახლოეს მომავალში. გამორიცხულია, რა თქმა უნდა, ესეც პასუხი დაგვიბრუნა და მუდისშიც ეს წერია. კი, მაგრამ მოდით აი ნახოთ რეგიონში რა ვითარებაა, ხო? ანუ ჩვენ გვაქვს ხა აზერბაიჯანი არ ჩავთვალოთ. საქართველოს BA2 არის ხო ვიღაცამ შეიძლება თქვას რომ როგორო, მაგრამ ბევრი ინვესტორისთვის და კრედიტორისთვის ეს არის უკეთესი რეიტინგი, ვიდრე აზერბაიჯანის უფრო მაღალი BA1. გარემოს თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, გარემოს თვალსაზრისით. ანუ აზერბაიჯანი უფრო მაღლა, უფრო ნაკლები რისკები ემუქრება იქ სხვადასხვა კრედიტორის აქტივებს, მაგრამ სამგერთ იქ სხვა მიმზიდველობა აქვს ჯერ კიდევ ამ ქვეყანას. მართლა სხვა მიმზიდველობა აქვს, რომელზეც ჯერ კიდევ ლაპარაკობს IMF-ი აი დახურულ შეხვედრებზე მაგალითად. მე 2 დღის წინ ზუსტად ამას ამბობდა IMF-ის ერთ-ერთი ესე მნიშვნელოვანი ექსპერტი, რომ საქართველოზე, ну, საქართველო კიდევ განიხილება როგორც რეფორმების და ჩვენ საჯარო სექტორზე ამბობდა რაღაც ძალიან კარგი შეფასება ქონდა, ну, ამბობდა, რომ ნახევარი სიტყვით, რასაც იგებენ ქართველები, იმისი რაღაცა ჭირდება ახალი პროგრამა არა, ახალი პროგრამა არა, მაგრამ ვთქვათ, აი ძალიან მაღალი აზრის არიან კიდე ამ ქვეყანაზე. და იგივე, აი, ვიცით რა არის, აი ამოცანა უნდა იყოს მთავრობის, რომ რა უნდა გავაკეთოთ, რომ ორი ნიშნული გავინაცვლოთ, აი ამ სპეკულატიურიდან, არსებულიდან საინვესტიციო რეიტინგამდე, ხო? სადაც იყო სხვა შორის აზერბაიჯანი ჩამოქვეით და სადაც იყო ჩვენი მეზობელი თურქეთი და აი ერდოღანის რაღაცა წარმოუდგენელი მასშტაბის სისულელეების გამო, არ ვიცი, ძალიან რბილად ნათქვამია სისულელეები, შეამცირეს მისი ჩამოაგდეს საინვესტიციოდან სპეკულატურამდე. ხა იმედია ჩვენი ეროვნული ბანკი ესეთ საოცრებებს არ გააკეთებს და მთავრობა არ გააკეთებინებს, რასაც ერდოღანი აკეთებინებდა, რის გამოც თუ არ მეშლება ერთი თუ ორი ნიშნულით გაუარეს და ერთით მე მგონი ყოველ შემთხვევაში საინვესტიციო დაკარგა. ხო და ყველაფერს თავის ფასი აქვს. იცით, აი საქართველოს მიუხედავად და რამხელა ფასი ექნება, იცით ელენე, იმას რომ ჩვენი მეზობელი რესურსებით წარმოუდგენლად უფრო მდიდარი აზერბაიჯანისგან განსხვავებით, ჩვენ ვთქვათ აზერბაიჯანის AM რეიტინგს მივახცევთ. იმათაც არ აქვს საინვესტიციო, მაგრამ აი ერთი ნიშნულით რომ გაიზარდოს, ხო, ქვეყნის მიმართ ნდობა გაიზრდება 1/1000. მით უმეტეს რომ რუსულ კანონამდე ეგ იყო მოლოდინი. პირდაპირ ვთქვათ, რომ რეალურად ეგ შეიძლება და მოხდარიყოდათ მოგცემთ შეჯამების შესაძლებლობას თქვენი თავარი გზავნიდან დავასრულოთ. ხო, ბატონ მიხეილს მინდა დავითანხმო შეფასებების თვალსაზრისით. ხო, რა ვიცი, აი რა უნდა შევაჯამოთ. გადაწყვეტილებები პრინციპში რაც ზეგავლენას ახდენ ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობაზე არის პოლიტიკური. იქნება, ანუ ჩვენი ასე ვთქვათ, ლოგიკური
ბმა თუ ჯაჭვი ქონდა ევროკავშირთან, ჩვენი დამოუკიდებლობის შემდეგ ჩვენი საგარეო პოლიტიკა დამყარებული იყო ამ ევროკავშირთან გაწევრების პროცესზე. თუნდაც ვავიღოთ ბატონ შევარდნაძის პერიოდი, რომელიც ძალიან უკიდურესად კორუმპირებული მმართველობის ხანა იყო საქართველოს ისტორიაში, მაგრამ ყველა მისი საჯარო გამოსვლა გაჯერებული იყო ამ დასავლელ პარტნიორებთან, ასე ვთქვათ, მადლიერების და მხარდაჭერის გრძნობით. ხო, მათ შორის, რა თქმა უნდა, შუადერეფნის იდეით. იგივე თუნდაც რაც ვთქვათ, რომ რა არის ჩვენი ძირითადი კოზირი ამ სიტუაციაში ლავირების, რაც თქვენ ბრძანეთ ეს შუადერეფანი, მაგრამ ეს შუადერეფანი რეალურად მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა, რომელიც ასე ვთქვათ, ამ პოზიციონირებს როგორც შუადერეფნის ძირითადი გამტარი, ხო, აი რეალურად სტაბილური ქვეყანაა. ამ შემთხვევაში არ გულისხმობა საპროტესტო აქციებს, ამ საპროტესტო აქციები პირიქით ზოგადად დადებით მესიჯად არ იქნება ხოლმე ინვესტორების მხრიდან, რომ აი დამოუკიდებელი შეკრების ხო უფლება გვაქვს, არამედ სტაბილურობაში გულისხმობა ზოგადად აი მაგალითად ევროკავშირთან ინტეგრაციას, ან რაღაც განჭვრეტად მომავალში ვიცით, რომ აი 10 წლიან პერსპექტივაში რას ვაპირებთ და ასე შემდეგ. საფრთხეების ქოლგას და ასე შემდეგ. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა, რომ გავით ჩემთან ერთად. მადლობა ამ საინტერესო საუბრისთვის. დავით მაისურაძე და მიხეილ კუკავა იყვნენ ჩემი სტუმრები. გაიცემის ამ ნაწილში. მადლობა მათ.